მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოგზანებისთვის, მადლობა თემო წარდგენისთვის და ძალიან მოხარული ვარ, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი, რომ ზოგადად ჩვენი თემის მიმართ არის ინტერესი და იმედს ვიქონიებ, რომ ეს არ იქნება პირველი შეხვედრა, არამედ იქნება დასაწყისი, შეიძლება შემდგომში კიდევ თუ კი ინტერესი გაჩნდება, ვისაუბროთ რაიმე ციკლზე, ასე ვთქვათ, რომელიც შეეხება ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეისათვის ეს უკვე, ეს ყოველთვის იყო აქტუალური, უბრალოდ დღეს ამას მიექცა ყურადღება და ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რაც გვეძლევა. დღევანდელი ჩემი საუბრის თემა იქნება ინტერნეტ დამოკიდებულება და ზოგადად მასთან ასოცირებული პრობლემები. თუმცა არა მხოლოდ, იმიტომ რომ ზოგადად ინტერნეტი და ეკრანი დღეისათვის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ცხადია, რომ ბავშვები ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ რაიმე განსაკუთრებულ და განსხვავებულ, ასე ვთქვათ, ფაქტორს და შესაბამისად მათზე ეს მოქმედებს პირდაპირაც და ირიბადაც. განსახილველი საკითხები, რაც დღეს გვექნება, ეს არის პირველ რიგში რა სპეციფიურობა ახასიათებს ინტერნეტის გამოყენებას ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მე ძირითადად ფოკუსირდები გამომდინარე თემამ, რაც მომაწოდა, რომ ძირითადად მაინც დაწყებითი კლასის მშობლები ხართ წარმოდგენილი აუდიტორიაში, ამიტომ მაინც ფოკუსირდები ძირითადად ისეთ ასაკობრივი ჯგუფის მონაცემებზე, როგორიც არის დაახლოებით 5-დან 10 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დისკუსიის ფარგლებში მე დარწმუნებული ვარ, ოჯახში შეიძლება გყავდეთ თქვენ სხვა ასაკის ბავშვები და მოზარდები და შესაბამისად გაინტერესებდეთ და მზად ვარ, რომ დისკუსიის ფორმატში ჩვენ ვისაუბროთ ამ საკითხებზეც. აუცილებლად ვისაუბრებთ როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ ზეგავლენაზე, იმიტომ რომ მე ძალიან შორს ვარ, რომ მოვახდინოთ ზოგადად ეკრანის და ინტერნეტის ისეთი ერთი პოლუსით დემონიზება, რომ ეს არის ცალსახად მავნებელი და ცუდი შედეგის მომტანი და აუცილებლად ხაზს გაუსვამ იმ დადებით ასპექტებს, რომელიც შეიძლება ინტერნეტის ჯანსაღმა გამოყენებამ მოგვიტანოს და რა თქმა უნდა შევჩერდები ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ასპექტებზე. თვითონ პრობლემას განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს ეკრან დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ერთის მხრივ ეს ლექცია ან ტრეინინგი ან როგორც დავარქმევთ ამას, მხოლოდ იმაზე არ არის ორიენტირებული, რომ მარტო თქვენი კონკრეტული, ასე ვთქვათ, შეკითხვებს გაეცეს პასუხი, არამედ ზოგადი ცნობიერების ამაღლებისთვისაც არის და ვფიქრობ, რომ ეს ზოგადი მონაცემები შეიძლება ამ წუთას თქვენთვის არ არის აქტუალური, მაგრამ აუცილებლად გამოგადგებათ სამომავლოდ. და რა თქმა უნდა დავუთმობ დროს რეკომენდაციებს, რომლებსაც წინასწარვე შეგამზადებთ, რომ რა თქმა უნდა ეს არ იქნება ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩვენ სფეროში ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაში და მე ხშირად ვაწყდები, ასე ვთქვათ, აი ესეთ სირთულეს, როდესაც მშობელი ითხოვს ძალიან ისეთ კონკრეტულ და მზა რეცეპტს და წინასწარვე გეტყვით, რომ კონკრეტული და მზა რეცეპტი ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ და ამისი მოლოდინი ნუ გვექნება, მაგრამ ის ზოგადი რეკომენდაციები დამერწმუნეთ თუ კი აი ამას გულდასმით, მოვუსმენთ და გავიაზრებთ, შეიძლება თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კონკრეტულ პრაქტიკაში, პრაქტიკულ მაგალითად აქციოთ. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე, რომ არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ეს რეკომენდაციები ძალიან რთული, იმიტომ რომ ესე სასაუბროთ და სლაიდებში მოსაყვანად და ჩემთვის როგორც ლექციის ფორმატში, ასე ვთქვათ, გამოსაყენებლად მარტივია ესე, ხო, ლამაზად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის ძალიან რთული განსახორციელებელი და ერთი წუთით არ გეგონოთ, რომ მე ეს არ ვიცი, მე ეს ძალიან კარგად ვიცი, მე როგორც თემამ ახსენა, გახლავართ ფსიქიატრი, ბავშვთა და მოზარდთა და ასევე ზრდასრულთა, შესაბამისად ყოველდღიურად პრაქტიკოსი ექიმი გახლავართ და ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა ბავშვებთან და მოზარდებთან და მათ მშობლებთან. ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის თქვენი პრობლემების,
ძალიან კარგად მესმის არსებული გარემოსი და სიტუაციასი და არ ვარ დაუშვათ რაღაც მარსიდან ჩამოფრენილი და ეს ჩემი რეკომენდაციაც და ჩემი აწყობილი დაუშვათ ლექციაც დამერწმუნეთ რომ მაქსიმალურად ითვალისწინებს პრაქტიკულ კონტექსტს და თქვენს დიალოგის ასე ვთქვათ და დისკუსიის ფორმატში როდესაც გადავალ გთხოვთ რომ ძალიან პრაქტიკული ასე ვთქვათ თქვენი საჭიროებები გამიზიაროთ და მეც შევეცდები მაქსიმალურად პრაქტიკულად მოგცეთ გარკვეული რჩევები. თუ შემთხვევა იქნება განსახილველი მე სპეციალურად არ მოვიტანე, უამრავი შემთხვევა გვაქვს ცხადია ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ სასურველი იქნება რომ თქვენ თავად გამიზიაროთ გარკვეული შემთხვევა, თუ სურვილი გექნებათ და შემდგომში ეს გავარჩიოთ. არ შეგაწყენთ სტატისტიკით, თქვენ თვითონაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, ინტერნეტ გამოყენება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ შემადგენელ ნაწილად იქცა. 33% არის ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის წვდომა სახლში ინტერნეტთან ვისაც აქვთ და ერთის მხრივ შეიძლება გაგვიკვირდეს რომ როგორი დაბალი პროცენტული მაჩვენებელია, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად განსასაზღვრია რა რეგიონში ხდება, ხომ, ამის შესწავლა და დამერწმუნეთ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებია და აი ხედავთ რომ 97% 3-დან 18 წლის მოსახლეობას აქვს წვდომა ინტერნეტზე სახლში. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრი რაღაცით კი განსხვავდებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ხომ ხაზგაუსო ძალიან დიდი სირთულე გვაქვს გარკვეული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისაც და ზუსტების, ამიტომ ძალიან გამიჭირდება რომ რაიმე ვალიდური სტატისტიკა მოგაწოდოთ, მაგრამ მოდი ისევ პრაქტიკული გამოცდილებით და თქვენც ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მაღალი არის წვდომა, ასე ვთქვათ, ინტერნეტთან ქართულ მოსახლეობაში. მე ვერ დავდებ ზუსტად თავს ეს 97%-ია თუ 90, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი არის ამისი შესაძლებლობა და მე პრაქტიკულად არ მქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვს ან მოზარდს არ ჰქონოდა წვდომა სახლში ინტერნეტთან. ხო, აი რა მიზნებით იყენებენ, ასე ვთქვათ, ბავშვები ინტერნეტს, ერთის მხრივ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციისათვის და სოციალური მედია, რომელიც ასევე იქცა პრაქტიკულად განუყოფელ ნაწილად ჩვენი ცხოვრების და მე ვფიქრობ დღესდღეობით ეს იქცა პრაქტიკულად საჭიროებად რომ კომუნიკაცია ჰქონდეს. მე უამრავი შემთხვევა მინახავს, როდესაც ბავშვი მით უმეტეს იმასაკობრივ ჯგუფის, როგორიც არის 5-დან 10 წლამდე, არ აქვს მობილური ნომერი, ასე ვთქვათ, ტელეფონის ნომერი, თუმცა აქვს ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისად საკომუნიკაციო თუნდაც მშობელთან, თავი რო დავანებოთ თანატოლს ან სხვა ოჯახის წევრს, იყენებს სწორედ სოციალურ მედიას, ხო? აქედან გამომდინარე, სოციალური მედია და საერთოდ საკომუნიკაციო ინტერნეტის გამოყენება ძალიან მაღალია და პირველ რიგს იკავებს და შემდგომში არის უკვე თამაშისთვის და 55% საგანმანათლებლო საჭიროებისთვის. ინტერნეტი, სოციალური მედია და სხვადასხვა ტიპის ეკრანი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მე ვფიქრობ, რომ მიზანი და ჩვენი დღევანდელი საუბრის მიზანიც ერთის მხრივ უნდა იყოს, რომ განვსაზღვროთ, როგორ შევქმნათ აი ამ გარემოსთან და ამ მოცემულობასთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მაშინ, როდესაც დაახლოებით 20-10 წლის წინ იყო გარკვეული მიმდინარეობა, რომელიც და დღესაც რჩებიან ბევრი სპეციალისტი და მათ შორის პედიატრიც, რომელიც ახდენს დაუშვათ ინტერნეტის გარკვეულ დემონიზებას და კატეგორიულ რეკომენდაციებს იძლევა. მე ნამდვილად შორს ვარ აი ამ მიდგომისგან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს არის მოცემულობა, რომელთანაც უნდა ვადაპტირდეთ, უნდა ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდეს მასთან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ ხელოვნურად აი ამ მოცემულობის
შეზღუდვას, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი ამ მკაცრი რეკომენდაციით და რადიკალური გზებით გაცილებით გრძელვადიანად რთული და ცუდი პრობლემები მიგვიღია და შედეგები მიგვიღია. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა შევეცადოთ გავაერკვიოთ, როგორ ვადაპტირდეთ აი ამ მოცემულობასთან ჯანსაღად და ბალანსირებულ მოხმარებას გამოყენების უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არა რაღაცა მკაცრი შეზღუდვების და წესების დაწესება, ხო? რა გამოყენებით, ასე ვთქვათ, რა მიზნებით იყენებს ბავშვი ინტერნეტს? ერთის მხრივ ეს არის ძირითადი სახეები, ეს არის ვიდეოების ყურება, თამაშები, საგანმანათლებლო და შემეცნებითი კონტენტი და როგორც უკვე ვახსენე, ერთ-ერთი პრაქტიკულად ყველაზე ხშირად იყენებს სწორედ სოციმედია საშუალებებით ინტერაქციისათვის. დავიწყებ დადებითით, იმიტომ რომ და შევეცდები რომ დადებითზე ცოტა უფრო ნაკლები დრო დავხარჯო, თუმცა ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოგვეპაროს როგორ შეიძლება ინტერნეტის გამოყენება ვაქციოთ ჩვენთვის სასარგებლოდ და შესაბამისად ჩვენი შვილებისთვის და ბავშვებისთვის სასარგებლოდ, ხო? პირველ რიგში საგანმანათლებლო სარგებელი ეს დამეთანხმება მასწავლებლებიც დამეთანხმებით რომ საგანმანათლებლო სარგებელი ინტერნეტის გამოყენების ძალიან მაღალი არის, იმიტომ რომ წვდომის მრავალფეროვან რესურსთან გვაძლევს წვდომის საშუალებას და ხანდახან არ მინდა ხოლმე რაღაც ისე ვჟღერდე, იმიტომ რომ მახსენდება მე ჩემი მშობლების დაუშვათ, როდესაც ვამზადებდი რაღაც თემას ან რეფერატს სკოლაშიც და ჩვენ დროს ჩემს ყოველ შემთხვევაში მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ნამდვილად ინტერნეტთან წვდომის საშუალება იყო ძალიან იშვიათი და ეს არ იყო ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების წესი. აი უკვე უნივერსიტეტში სახლში შეიძლებოდა გარკვეულწილად რიგ შემთხვევებში, მაგრამ მე მახსოვს აი დედაჩემის ტექსტი, რომ თქვენ რა გიჭირთ და უშუალოდ რაღაცის მოცებნა როცა მინდოდა, აბა ჩვენ ვეძებდით და ერთმანეთთან სახლებში, სხვადასხვა ენციკლოპედიებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ. და ხანდახან მე აი ახლა ამ წუთას, როდესაც დაუშვათ ჩვენი შვილების თაობა წამში პოულობს რაღაც ინფორმაციას, აი ძალიან კარგად მესმის აი ამ გადმოსახედით ჩემ მშობლების, რასაც ისინი იძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ მე მქონდა წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ ერთია ინტერნეტთან წვდომა და მეორე აი ამ რესურსების გამრავალფეროვნება და გაიოლება, ასე ვთქვათ, რაც დღეს რის შესაძლებლობასაც დღეს ინტერნეტი იძლევა, ხო? პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესება, იმიტომ რომ თქვენ ალბათ დასვათ შეკითხვას, ხო, რომ პირდაპირ გამზადებულ პასუხს თუ გვაძლევს, რანაირად გვაძლევს ამ უნარის გაუმჯობესების ის კიდევ ერთხელ, როდესაც გარკვეულ მაგალითს თუნდაც მზას ღებულობს ბავშვი გარკვეული პრობლემის გადაჭრისა, ეს მის მეხსიერებაში, რა თქმა უნდა, რჩება და ეს დასწავლით ქცევად შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? ამიტომ ხშირ შემთხვევაში ან სხვა დაუშვათ მრავალსაფეხურიანი სამუშაოების შესრულების დროს გარკვეულწილად აი ეს უნარი, რომელიც არის პრობლემის გადაჭრის უნარი, რა თქმა უნდა, უმჯობესდება ინტერნეტთან ურთიერთობის დროს. ცნობის მოყარეობის წახალისება გამომდინარე იქიდან, რომ მრავალფეროვანია, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია და შეიძლება რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად წავუხალისოთ სხვადასხვა ინტერესები, ასე ვთქვათ, ბავშვს. და დავალების მომზადების პროცესში, რომ დავალების მომზადება არ იყოს მოსაწყენი და რუტინული, ამის საშუალებასაც დავუშვათ ინტერნეტი ნამდვილად იძლევა, ხო? სოციალური ბენეფიტი, რომელიც არის კომუნიკაციური უნარები და სოციალურ ბენეფიტზე ჩვენ ვსაუბრობთ გამომდინარე დღევანდელი ცხოვრების რეჟიმიდან და წესიდან, როდესაც აი თუნდაც ერთი ადგილიდან, ქართული კონტექსტი განვიხილოთ, ხო, ერთი ადგილიდან მეორეზე მისვლას ბუნდებით არსებული რეალობიდან გამომდინარე და დღესაც
ვღელავდი ხა თემას ვეუბნეოდი, რომ ვეღარ გავთვლი უკვე საცობის, კი ადრე გამოვალ, მაგრამ მაინც ვერ გათვლი, ხო? აქედან გამომდინარე ეს სოციალური კონტაქტი გარკვეულწილად დამეთანხმებით თქვენც რომ შეიზღუდა, იმიტომ რომ უკვე ამის ესეთ მარტივი არ არის თუნდაც გადაადგილება, ხო? და ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი რომ წავიდეთ სტუმრად, ან წავიდეთ რაიმე აქტივობებზე, ხომ და ემთხვევა ეს პიკის საათს და სამწუხაროდ ისეთ საათებში, როდესაც არ არის საცობები ჩვენს შვილებს და იმასაკობრივ ჯგუფს ყოველ შემთხვევაში, რომელზეც მე ვსაუბრობ, სხვა საქმით არის დაკავებული, ან უნდა ეძინოს და ან უნდა სკოლაში იყოს, შესაბამისად ეს კომუნიკაცია ბუნებრივად შეეზღუდათ, ხომ? და აი ზუსტად ინტერნეტი იძლევა საშუალებას, რომ გარკვეულწილად დაკომპენსირდეს, ხომ? გარკვეულწილად ხაზგასმით, იმიტომ რომ მე არ ვამბობ, რომ ცოცხალი ურთიერთობა შეიძლება ჩანაცვლდეს დაუშვათ აი ამ ციფრული ურთიერთობით, თუმცა გარკვეულ კომპენსაციას ნამდვილად იძლევა. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, სადაც ემიგრაცია არის ასევე შეიძლება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის როგორ დავარქვა, რეალობა, ხომ? პრობლემას ნუ დავარქმევთ რეალობა. ამიტომ ხშირად ბავშვებს შეიძლება მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, დედმამიშვილები, ბებია, ბაბუები იყვნენ ემიგრაციაში და ასევე იძლევა საშუალებას ან სხვა ქალაქში ცხოვრობდეს, ხომ? რატომ მხოლოდ ემიგრაციაში? შესაბამისად იძლევა საშუალებას ნამდვილად რომ არ შეწყდეს ეს კომუნიკაცია და გარდა ამისა, არა მხოლოდ არსებული ნაცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, არამედ ახალი ურთიერთობების შექმნა და ჩამოყალიბება. მესმის, რომ შეიძლება აი ამავდროულად თქვენ გაგიჩნდეთ გარკვეული შფოთვა, რომ აი ზუსტად ეს გვაღელვებს, რომ ახალ ადამიანებთან კომუნიკაციის ჩამოყალიბების პროცესში რამდენად იქნება უსაფრთხოება დაცული და ასე შემდეგ, თუმცა აი ეს უკვე ნეგატიური ფაქტორების დროს მოსახსენიებელი ამბავი არის, მაგრამ ცალსახა არის, რომ თუ კი აქვს გარკვეული შეზღუდვა და აქ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ბავშვებზე, რომელსაც არ აქვთ არანაირი პრობლემა, ხომ? აქ მათ შორის ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომელსაც გარკვეული ფიზიკური ან ფსიქიკური შეზღუდვა შეიძლება ჰქონდეთ და ამ შემთხვევაში და ამის გამო ვერ ახერხებდნენ ბავშვები ცოცხალ კომუნიკაციას. ამის საშუალებას რეალურად იძლევა ინტერნეტი, რომ შეძლოს ბავშვმა გარკვეული სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ხაზი გაუსვია ამ ეთნოკულტურალური კავშირები, იმიტომ რომ ესეც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დაუშვათ რაღაცა მიკროსოციალურ გარემოში ჰქონდეს ბავშვს ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ცოცხალი ურთიერთობები როგორც წესი ხდება იმ მიკროსოციალურ გარემოში, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს და იზრდება, ხო? არამედ გაფართოვდეს ეს არეალი და ჰქონდეს შესაძლებლობა ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებიც სხვა ეთნიკური და კულტურალური წარმომავლობის, ასე ვთქვათ, არიან, რაც ასევე აძლევს საშუალებას ბავშვობიდან გაეცნოს, ასე ვთქვათ, ესეთ ადამიანებს და შემდგომში ზრდასრულ ცხოვრებაში ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად შეიძლება დაეხმაროს, ხო? კოგნიტიური და სხვა უნარების გაუმჯობესების ბენეფიტი, რომელიც არის კრეატიულობის ხელშეწყობა, გაზრდა, წახალისება, ერთის მხრივ არის აი ეს ცრუ აზრი გავრცელებული, რომ ინტერნეტთან ურთიერთობა მხოლოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მეტყველების და სხვა საკომუნიკაციო, ასე ვთქვათ, უნარების განვითარებაზე. ეს ასე არ არის, მას აქვს დადებითი, ასე ვთქვათ, ბენეფიტი და ზეგავლენა, იმიტომ რომ, გააჩნია, ასე ვთქვათ, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას ვიყენებთ და როგორ ვიყენებთ, ხო? ასე რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, აპლიკაცია იქნება თუ ბევრი შემეცნებითი საგანმანათლებლო შინაარსი, ასე ვთქვათ, აი კონტენტს, რასაც ვეძახით, მოიძებნება დღეს ინტერნეტის საშუალებით, რომელიც გვეხმარება ზუსტად აი ამ უნარების გაუმჯობესებაში. მეტიც საქართველოში უფრო ნაკლებად დღესდღეობით, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი გამოყენება ექნება უკვე პროფესიულ თემში, ხო, ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემში, აი სხვადასხვა
სხვადასხვა დამხმარე აპლიკაციებს, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ვიყენებთ, რომელიც ზუსტად მიმართული არის ამ კონკრეტული კოგნიტიური უნარების, როგორც არის წერის, მეტყველების უნარის გაუმჯობესება, ხო? აქედან ასევე მეხსიერებისა და კონცენტრაციის ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოვიძიოთ დაუშვათ ინტერნეტის საშუალებით, რომელიც ზუსტად მიმართული იქნება სხვადასხვა კონცენტრაციის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები, რომელიც ერთის მხრივ სახალისო იქნება დამერწმუნეთ, აი ესეც რეალური ფაქტი არის, რომ როგორი კრეატიულებიც ჩვენ არ უნდა ვიყოთ, ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, ენერგიას და რაც ყველაზე პრობლემური არის დროს, რომ ისეთივე ფორმით მივაწოდოთ ბავშვს ჩვენ, აი ეს თუნდაც სავარჯიშო, რომელიც არის კონცენტრაციის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული და დავაინტერესოთ თან, ხომ? ყოველთვის ამისი შესაძლებლობა მშობელს არ აქვს და მეტიც, ყოველთვის ამის უნარიც არ აქვს მშობელს, აქედან გამომდინარე, იძლევა ნამდვილად ინტერნეტი ამის კარგ საშუალებას. ტექნოლოგიური და სამომავლო უნარები, იმიტომ რომ პრაქტიკულად შესაძლებელია და მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში ციფრულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პროფესიები გახდა ძალიან პოპულარული და პრაქტიკულად იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ მცირე ასაკიდან ბავშვებს მიეცეს იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ინტერესი, ხო და ამაზეც ვისაუბრებთ, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამიტომ ვერ იქნება ეს ყველა რეკომენდაცია და რჩევა რაღაცა ყველასთვის ერთი, არამედ უნდა იყოს ძალიან უნიკალური, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში თუ კი ბავშვს აქვს ინტერესი და აქვს ძალიან კარგი უნარები, რომლის აღმოჩენაც დაკვირვებულ მშობელსაც და მასწავლებელსაც ნამდვილად შეუძლია და ინტერესი, რაც მთავარია აი ამ ციფრული და ტექნოლოგიური საკითხების მიმართ, რა თქმა უნდა, იძლევა ინტერნეტი იმის საშუალებას, რომ ეს უნარები კიდევ უფრო განვითარდეს და პრაქტიკულად მიეცეს კარგი ბაზისი, ასე ვთქვათ, აი ამ პროფესიების შესწავლის, ხო? გართობა და დასვენება, ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვსაუბრობთ, თუ კი ჩვენ გვინდა მესმის ჩვენი საუბრის თემა არის აკადემიურ პროცესში დაუშვათ ინტერნეტ დამოკიდებულების და საერთოდ ინტერნეტის გამოყენების პრობლემა, ასე ვთქვათ, მაგრამ არ შეიძლება რომ ბავშვი განვიხილოთ რაღაცა ერთი კონკრეტული ფაქტორით, ანუ მისი და ვისაუბროთ მხოლოდ რაღაც აკადემიურ ნაწილზე და მორჩა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჰოლისტიკურად შევხედოთ და ვისაუბროთ ბავშვის ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვი ახერხებდეს სწორად და ჯანსაღად დასვენებასაც და გართობასაც, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გარკვეულწილად, აზრი ეკარგება დამერწმუნეთ რა. ამიტომ ამის ჯანსაღ საშუალებასაც, იმიტომ რომ ესეც მინდა ვთქვა, რომ ერთის მხრივ იყო გარკვეულწილად დემონიზებული და ითვლებოდა, რომ არ ჯობია დაუშვათ ვითამაშოთ გარეთ ეზოში, ვიდრე ვითამაშოთ ვიდეო თამაში, ხო? ნახეთ, თვითონ აი ამგვარი დაყენება არ არის სწორი, იმიტომ რომ ვერ შეედრება ერთმანეთს და აი ამ შედარებას თუ გაუკეთებთ თქვენ შვილებს, დამერწმუნეთ ძალიან სწორი და კარგი არგუმენტებით დაგიმტკიცებენ, რომ არ ჯობია. ამიტომაც გირჩევთ, რომ არ შეადაროთ, იმიტომ რომ არ დარდება ეს, ვერ შეედრება ერთი მეორეს, ერთს თავისი ადგილი აქვს და მეორეს თავისი ადგილი აქვს. ამიტომ ორივეს უნდა მიუჩინოთ, ასე ვთქვათ, სწორი და ჯანსაღი ადგილი. თუ ჩვენ შევადარებთ, დამიჯერეთ, რომ აი ამ შედარებაში წავაგებთ, ხვდებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასპექტით შეიძლება აჯობოს დაუშვათ ამ შემთხვევაში შედარების თვალსაზრისით აი ამ ვიდეო თამაშებმა ან ინტერნეტით გამოყენებულმა თამაშებმა. ამიტომ ამას თავისი ადგილი აქვს და აი ამაზეც ვისაუბრებთ, რომ აუცილებელია გარკვეული ლიმიტების დაწესება. და მე როგორც ვახსენე, მე პროფესია არ მაძლევს და ისედაც ადამიანურათაც იმის საშუალებას, რომ გამოვტოვო დაუშვათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტი ნამდვილად აძლევს იმ საშუალებას, რომ მათ თავი იგრძნონ გაცილებით უფრო ადაპტირებულად ჩვენს გარემოში, მათ შორის სასწავლო გარემოში და აძლევს იმ საშუალებას, რომ შეინარჩუნონ
საკუთარი ემოციური და კომუნიკაციური, ასე ვთქვათ, სივრცე და ესეც ნამდვილად დამერწმუნეთ მნიშვნელოვანი ბენეფიტი არის, ხო? სხვადასხვა საჭიროების არ იფიქროთ, რომ აქ არის მხოლოდ ისეთ შეზღუდვაზე დაუშვათ, როდესაც ჩვენ გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მდგომარეობა, ხო? აქ არის ისეთ მდგომარეობებზე, რომლებიც ძალიან ხშირია, რჩება ყურადღების მიღმა, შეიძლება შემდგომში ამაზეც მე ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ ამაზეც გქონდეს საუბარი, როგორიც არის თუნდაც ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ან სხვადასხვა განვითარების სპეციფიური დარღვევები, ხომ, როგორიც არის ან მეტყველების სპეციფიური დარღვევა, ან თუნდაც დისლექსია და ასე შემდეგ, ხომ? ბავშვებს აი ამგვარი პრობლემებით და ეს ამას ჩვენ არ ვეძახით, ხო, შეზღუდული შესაძლებლობების მდგომარეობებს, ის უფრო მძიმე ფსიქიკური მდგომარეობებია, ეძლევათ ინტერნეტის საშუალების ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაძლიონ გარკვეული მასალა, თუნდაც აკადემიური პროცესში იყვნენ მეტად ჩართულებით და მეტიც მასწავლებლებსაც დაუშვათ სწორი გამოყენებით, ნამდვილად ეძლევა კარგი საშუალება სწორად მართონ, ასე ვთქვათ, ბავშვების აი ეს პროცესი, აკადემიური პროცესი. ამგვარი საჭიროებების მქონე ბავშვების. ნუ ჯანმრთელი ცხოვრების წესის ცნობიერების ამაღლება, მესმის რომ ეს ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, იმიტომ რომ არ ვიცი, მე იშვიათად მახსენდება ბავშვი დაუშვათ, რომელიც ინტერნეტში მოიძიებს ჯანსაღი ძილის ან კვების ან ფიზიკური აქტივობის ნაკლებად არის. ახლა ნუ მაინც ქართულ საზოგადოებაში ვცხოვრობ და მეტიც ახლა მე როგორც გითხარით ზრდასრულებთანაც მაქვს საექიმო პრაქტიკა და ხანდახან როდესაც ვიწყებ ხოლმე ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარს, რაღაც მომენტში ცოტა უხერხულათაც კი ვგრძნობ ხოლმე მე თვითონ თავს, იმიტომ რომ ნუ აი უკაცრავად, მაგრამ მაინც უნდა გირჩიოთ ის, რომ დროულად დაიძინოთ, ხო? იმიტომ რომ გარკვეულწილად სასაცილოთაც არ ყოფნით, ასე ვთქვათ, ამაზე საუბარი, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ დამერწმუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება არის ხშირ შემთხვევაში ფსიქიკური პრობლემების, განსაკუთრებით მაგალითად ისეთი პრობლემების, რომელიც აი ძილის დარღვევით მიდის, ხომ და აი არ ვაქცევთ ჩვენ სამწუხაროდ სათანადო მნიშვნელობა ძილის ფაქტორს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, ხო? მოდერაცია და მშობლის სუპერვიზია აუცილებელია ბალანსირებული, უსაფრთხო და პროდუქტიული მოხმარებისთვის, რათა დადგეს დადებითი შედეგები. არ იფიქროთ, რომ თავისთავად უბრალოდ ინტერნეტის არსებობა დააყენებს აი ამ დადებით შედეგებს. ანუ არ იფიქროთ, რომ მე რადგან ეს ესე ლამაზად და სტრუქტურულად ჩამოვთვალე, ეს ავტომატურად ყველასთან ყველა შემთხვევაზე, ასე ვთქვათ, ესე დადგება. არა, ამას სჭირდება აუცილებლად ხელშეწყობა, რომ აი ეს შედეგები დადგეს. ხელშეწყობა ერთის მხრივ და სუპერვიზია, ხო? კონტროლი. არ მიყვარს ეს სიტყვა, როდესაც საუბარი არის მშობელთან და ბავშვთან ურთიერთობაზე, აი ეს კონტროლის ზედამხედველობა ჩვენთვის ასოცირდება ძალიან უფრო მხის დამოკიდებულებასთან, მაგრამ ნუ სხვა უკეთესი შესატყვისი ალბათ მეთვალყურეობა თუ მექნება, ამიტომ შევეცდები, რომ აი მეთვალყურეობა გამოვიყენო, იმიტომ რომ ეს კონტროლი ჩემთვისაც ასოცირდება რაღაცა უფრო ისეთ ხისტ დამოკიდებულებასთან. რა თქმა უნდა, გადავიდეთ ნეგატიურ შედეგებზე, პრაქტიკულად ამისთვის ვართ დღეს ჩვენ აქ და განვიხილოთ ასევე აი ეს სქემატურად რა ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, დროსაც გავაკონტროლებ, რომ არ გამექცეს. რა ნეგატიური ზემოქმედების მომტანი შეიძლება იყოს ინტერნეტი. და მერე უკვე ვისაუბრებ ორი სიტყვით კონკრეტულად ინტერნეტ დამოკიდებულებაზე და ხაზგასმით. ინტერნეტის გამოყენება არ ნიშნავს ინტერნეტის პათოლოგიურ დამოკიდებულებას, ხომ? ავტომატურად არ ნიშნავს. ესე გამოდის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ვართ ინტერნეტ დამოკიდებული და ეს ასე არ არის. ინტერნეტ დამოკიდებულებას თავისი სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა ვსაუბრობთ უბრალოდ ინტერნეტის გამოყენების ნეგატიურ შედეგებზე, ხო? აკადემიური და კოგნიტიური ზიანი, რაც ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ინტერნეტის აი ესეთი უკონტროლო
და შინაარსობრივად, ასე ვთქვათ, ნაკლებად სიღრმისეული, პრიმიტიული გამოყენება და ნაკლებად იმ საჭიროებაზე მორგებული, რომელიც რეალურად ბავშვის და მოზარდის წინაშე დგას, იწვევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კოგნიტიურ სირთულეებს, როგორიც არის მეხსიერების სირთულეები და კონცენტრაციის სირთულეები, რაც დავუშვათ ახსენათ. ემომ და მე ეს ნამდვილად არ მიყვარს, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ მქონია შემთხვევა ამასაკობრივ ჯგუფთან, როდესაც მშობელი არ ჩივის, დავუშვათ და მეტიც, საკუთრივ ბავშვიც ჩივის ამას. ბავშვი ჩივის იმას, რომ მე არ შემიძლია ვკონცენტრირდე დავუშვათ გაკვეთილზე, ხო? აი ვერ ვსწავლობ, არ ვსწავლობ, კი არა, არამედ ვერ ვსწავლობ, იმიტომ რომ ვიჩდები, მაგრამ აი ვერ ვკონცენტრირდები, ასე ვთქვათ, ან რომ წამიკითხავ, არ მომახსოვრდება, ხო? აი ესეთი აქტიური, ინტენსიური მოხმარება და რაც მთავარია, ძალიან დროში გახანგრძლივებული ინტერნეტის გამოყენება ნამდვილად ახდენს ზეგავლენად თავისთავად ტვინის ფუნქციონირებაზე და ამიტომ აი ამ ინტენსიური მოხმარებიდან გადართვა შემდგომში ისეთ აქტივობაზე, როგორიც არის დაუშვათ აი სასწავლო პროცესი, რომელიც მოითხოვს ერთ კონკრეტულ დავუშვათ ერთი გვერდის ხო სჭირდება რა, ანუ დამუშავება და წაკითხვა რა, ეს ხომ არ არის ეს სწრაფად ცვალებადი, ასე ვთქვათ, გამოსახულებები, ხომ? ამიტომ ესე არ მინდა ძალიან რაღაც ნეირობიოლოგიურ დეტალებში ჩასვლა, მაგრამ აი თქვენც წარმოიდგენთ, რომ აი ამ აქტიობიდან დავუშვათ, აი ამ აქტიობაზე გადასვლა, ეს ძალიან უჭირს რეალურად თავის ტვინს და შესაბამისად აი ამ კონცენტრირებას ვერ ახდენს ბავშვი და ძალიან ადვილად იფიტება, იღლება, ხვდებით? და შინაარსობრივადაც აი ეს დამახსოვრება, ერთია რომ დავუშვათ შეიძლება ანალიტიკურად ესმის, რასაც გებულობს, მაგრამ შემდგომში აი ამისი შენახვა, ხო, მეხსიერების აი ეს კონკრეტული უნარი შენახვა ძალიან გართულებულია, ხო? აი ეს მოკლევადიანი ასე ვთქვათ და შემნახველი მეხსიერების ფუნქცია ქვეითდება, ხო? აი ეს სკროლვა, განსაკუთრებით აი ეს სკროლვა, ხო, განსაკუთრებით მოკლე ვიდეოების, ხო, ხა სკროლვით სწორედ ესეთი მოკლე ვიდეოების სკროლვა ხდება და აი ამ დროს რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს თავის ტვინში, ხო, შემდგომში აი გადართვა ბავშვის აი ისეთ საქმიანობაზე, როგორიც არის თუნდაც რაღაც დავალების მომზადება, ან ერთი გვერდის წაკითხვა და იმის შინაარსის დავუშვათ გამოტანა, ხომ? ეს ნამდვილად გართულებული პროცესია და უჩნდება შემდგომში ბავშვებს ესეთი განცდა, რომ ერთი რომ მე ზოგადად კონცენტრაციის უნარი არ მაქვს კარგი, ხომ? მშობელსაც დავუშვათ მოდის პირველი აი ამ ჩივილით, რომ აი იქნებ რამე მირჩიოთ, ან რამე დაუნიშნოთ, რომელიც კონცენტრაციის უნარს გაუმჯობესებს და სინამდვილეში აქ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს საქმე თავისთავად კონცენტრაციის უნარის განვითარების პრობლემასთან, ხო? რომელიც თანდაყოლილია და რომელიც სხვა შემთხვევებშიც აუცილებლად უნდა გამოიხატებოდეს და არ უნდა ვლინდებოდეს მხოლოდ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? არამედ ეს არის პრაქტიკულად შედეგი აი იმ არა ჯანსაღი, ასე ვთქვათ, გამოყენების და გახანგრძლივებული დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, რომლის დროსაც ხდება აი ამ ვიდეოების ყურება და სკროლვა, ხო? წერა-კითხვის უნარების დაქვეითება და აკადემიური მოსწრების დაქვეითება, რომელიც ასოცირდება რეალურად დროის შეზღუდვასთან, ხო, უკვე დრო აღარ ყოფნით ბავშვებს იმისთვის, რომ დახარჯონ დაუშვათ აი ამ პრაქტიკული უნარების, ასე ვთქვათ, გამომუშავებისთვის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ან დრო არ ყოფნის იმისთვის, რომ მოახდინონ სასკოლო მასალის მომზადება და ასე შემდეგ. ინტერნეტ ეკრან დამოკიდებულება და ქცევის დარღვევა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ქცევითი პატერნები, რომელიც ბავშვებს უყალიბდებათ ეკრანთან მიმართებაში და ზოგადად ინტერნეტთან მიმართებაში და მესმის მშობლების გარკვეული გაუცება რიგ შემთხვევაში, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მე ესეთი რამ და ესეთი ტექსტი, რომ მე ესეთი რამ არც გამიგია და მე მსგავსი ქცევის პატერნი არც მე არ მქონია და აი რიგ შემთხვევაში თუ კი შედარებას აკეთებენ უფროსი თაობის
დაუშვათ ან შვილებთან, ან სხვა ოჯახის წევრებთან ძალიან გაუცებულები არიან დაუშვათ ბავშვის კონკრეტული ქცევით. ეს შეიძლება იყოს განპირობებული, რა თქმა უნდა, ინტერნეტით და ეკრან დამოკიდებულებით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასევე ხას გაუსვავ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კონტენტს და იმ შინაარსს, რასაც ბავშვი თვალსადევნებს და აკეთებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რომელიც შესაბამისად ზეგავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. რიგი ვიდეოები, რიგი თამაშები, ხომ? რა თქმა უნდა, აგზნებს, აღიზიანებს ან პირიქით იწვევს გარკვეულ ისეთ ემოციურ განცდებს და შეგრძნებებს, რომელსაც ბავშვი პირველ რიგში შესაძლებელია არც კი იცნობს და მეორე რიგში შეიძლება იცნობს, მაგრამ ამის გაკონტროლება ძალიან უჭირს, ხო? ამიტომ ძალიან ხშირი არის დაუშვათ თამაშის დროს, როდესაც ხდება ან გარკვეული შედეგის ვერ მიღწევა, ან დაუშვათ დასრულდება თამაში წაგებით, ან და მით უმეტეს ისეთი ფორმატის თუ არის ეს თამაში, რომელიც გარკვეულ აგრესიულ შინაარსებს შეიცავს, ესეთ დროს რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქიკა ხდება აგზნებული, გაღიზიანებული და აი ამის ჩასრულების მომენტში ნებისმიერი სხვა გარე სტიმულის მიმართ ბავშვი ხდება გაცილებით უფრო მგრძნობიარე. ამიტომ უწყინარად შესული დედა, რომელიც ეუბნება, რომ ხომარ ქშია, ან წყალი ხომარ წყურია, ან იმას კი არა, რომ მოვრჩეთ. აი რაიმე შეთავაზებითაც რო შედის, ამაზე უკვე ეს ამ სტიმულს უკვე გაცილებით სენსიტიურად რეაგირებს ბავშვი და აძლევს გარკვეულ უხეშ დამოკიდებულებას, უხეშად პასუხობს, გაღიზიანებული პასუხობს. ეს გაღიზიანება, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არც იყოს მიმართული მშობლისკენ, მაგრამ ვერ აკონტროლებს ხვდებით ბავშვი აი ამას, იმიტომ რომ მისი ემოციური მდგომარეობა იმ კონკრეტულ მომენტში არის აღგზნებული და გაღიზიანებული. ამიტომ გამოხატავს, რა თქმა უნდა, როგორც წესი ოჯახის წევრთან მიმართებაში. ახლა კი რა ხდება, როდესაც ჩვენ აი ამ დროს ვეუბნებით, რომ გამორთე, ხომ? ან ნებისმიერი სხვა დროს, როდესაც შუა პროცესში არის, ჩვენ ვუწყვიტავთ, ასე ვთქვათ, წვდომას ინტერნეტთან. რა თქმა უნდა, აი როგორც მესმის ძალიან ცუდი შედარება, მაგრამ სიტყვაც ამაზე მეტყველებს ინტერნეტ დამოკიდებულება, ხო? და ამიტომ ადიქცია უნდა ვიხმაროთ, როგორც ნებისმიერი სხვა ადიქციის დროს ვითარდება აღკვეთის, მოხსნის სიმპტომები, ხომ, როდესაც ადამიანი რაღაც ეს სუბსტრატზე დამოკიდებულება იქნება თუ სხვა ქცევაზე დამოკიდებულება თუ ნებისმიერ სხვა რაღაცაზე, ამ სიტუაციაშიც ყალიბდება ზუსტად აი ესეთი სიმპტომები, როგორც არის შფოთვა, გაღიზიანება, აგზნებადობა, ხომ? და ამისი მართვა პირველ ჯერ ესეთი უნდა გავიგოთ ეს რა არის, რომ მოვახდინოთ მერე ამისი სწორი მართვა. ხვდებით? დამერწმუნეთ, რომ აი ამ პროცესში საკუთრივ ბავშვი არ გრძნობს თავს კომფორტულად. ძალიან დიდ დისკომფორტში გრძნობს, მაგრამ ის ვერ ხვდება და მისთვის ერთადერთი რამ ხდება ნათელი, რომ მშობელმა ის გააღიზიანა და მშობელი ამ შემთხვევაში არის მისი ბრაზის პირველადი ობიექტი, ასე ვთქვათ, ხო? ტანტრუმი, რა თქმა უნდა, რისხვის აფეთქება, ბრაზის გამოფრქვევა, ხომ, შეიძლება თან სდევდეს აი ამ აკრძალვას, გაღიზიანება, აგზნება, ვახსენე და ძილზე ალბათ შეიძლება ცალკე დაუთმოთ ერთი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ ინტერნეტ დამოკიდებულება და ეკრან დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს ზიანს აყენებს ძილს და პრაქტიკულად მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ძილის და რეჟიმის დარღვევის პანდემია გვაქვს დღევანდელ არა მხოლოდ ბავშვებში, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდების ასაკში. ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ზიანი მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ზოგადად ინტერნეტის გამოყენება და აი ამ შემთხვევაში სწორედ უნდა მოვიშველიო აი ეს სოციალური მედიის გამოყენება, რა თქმა უნდა, გაზარდა დეპრესიის და შფოთვითი აშლობის პრევალენსია, გამოვლინება, ხომ? რაც ასოცირებული არის ერთის მხრივ იმ სტანდარტებზე, რომელიც შემოთავაზებულ იქნა, ასე ვთქვათ, აი ამ ვრცელდება იმ სოციალური მედიის საშუალებით და უფრო სპეციალისტები ვსაუბრობთ იცით როგორ რაზე, რომ პირდაპირ მნიშვნელოვნად კი არ იწვევს დაუშვათ რაღაც სოციალური მედიის გამოყენება დეპრესიას. ესე რომ ხდებოდეს რაღა გვიჭირს, ხომ? გვეცოდინება დაუშვათ დეპრესიას რა იწვევს და გვეცოდინება როგორ
დავაღწიოთ ამისგან თავი. ესე არ არის. ვფიქრობთ ასე, რომ უბრალოდ მოწყვლად ჯგუფებში და მოწყვლად ჯგუფში გულისხმობ ადამიანებს და ბავშვებს, რომლებიც გარკვეული ფსიქო-ემოციური ფორმით არიან, ხო? ანუ კონსტიტუციით იბადებიან, ხო? ზოგი გარკვეულწილად მათი ტემპერამენტი და ხასიათი არის უფრო მეტად მიდრეკილი გარკვეული შფოთვითი ან დეპრესიული მდგომარეობების განვითარების, ხო? იმიტომ როგორც ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, გენეტიკური ფაქტორით, ბიოლოგიური სხვადასხვა ფაქტორებით, ხომ? და ამის წინასწარ განსაზღვრა ჩვენ არ შეგვიძლია, ხომ? ამიტომ ვარაუდობთ, რომ ესეთი ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ამ ადამიანებს განუვითარდებოდათ დეპრესია და შფოთვითი აშლობა. კლინიკური მანიფესტაცია ამისი რო დადგებოდა, ეს ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ მათი პერსონოლოგია და პიროვნება არის მეტად სენსიტიური აი ამ მდგომარეობების ჩამოყალიბებისათვის, ხო? და ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სოციალური მედიის გარკვეული კონტენტი და გარკვეული დამოკიდებულება უკვე, რომელიც საკუთრივ ბავშვს ექმნება ამ სოციალური მედიაში გავრცელებული კონტენტის მიმართ, რომ ისინი დაუშვათ აუცილებლად უნდა გახდნენ რაღაცა კონკრეტული გარეგნობის ან იერსახის ან იმ სტანდარტების შემსრულებელი, რომელიც მათთვის, ასე ვთქვათ, მოწონებულ და მათთვის შეიძლება ითქვას კუმირად ქცეულ გარკვეულ აი ამ ინფლუენსერები, არ ვიცი ქართულად როგორ თარგმნა ეს, ერთხელ თარგმნე ზემოქმედების მენეჯერი და მე მითხრეს, რომ ეგო ესე არ თქვაო. ახსენეო ინფლუენსერები და ამიტომ ვიტყვი ინფლუენსერების ასე ვთქვათ იმის ქვეშ რომ ხდებიან, მათთვის პრაქტიკულად ამომავალ წერტილად ითვლება, რომ მიაღწიონ იმ გარკვეულ სტანდარტებს, რომელსაც დაუშვათ ეს ადამიანები სთავაზობენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ძალიან უჭირთ არა მარტო ბავშვებს, მაგრამ განსაკუთრებულად გამომდინარე იქიდან, რომ მათი კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური აზროვნება განვითარების პროცესში არის, ძალიან უჭირს განსხვავება, რა არის სინამდვილე და რა არის ტყუილი, ხომ? აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ასევე ნახსენები მექნება, არის აი ამ ცრუ ინფორმაციების ზეგავლენის ქვეშ მოხვედრა და დაჯერება აი ამ ცრუ ინფორმაციების. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მე არ ვიცი ბავშვებს როგორ, მე მგონია, რომ ბავშვები უკეთესად ასხვავებენ რა არის, რომელი დაუშვათ ფოტო არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული და რომელი დაუშვათ ბუნებრივი არის. მე მაგალითად მიჭირს, ძალიან მიჭირს და ბევრჯერ შეიძლება ყოფილვარ ზუსტად ის მსხვერპლი, რომელსაც რაღაცა დაუჯერებელი, მხოლოდ თუ კრიტიკული აზროვნება გადამარჩენს ხოლმე, თორე ტექნიკურად ნამდვილად ძალიან მიჭირს ხოლმე, იმდენად კარგი ხარისხით კეთდება, ასე ვთქვათ, ეს ასე ვთქვათ, ვიდეოები იქნება თუ ფოტოები. ხო, სოციალური ამცირებს ემოციურ რეგულაციას და სოციალურ იზოლაციას იწვევს, ხო? იმიტომ რომ პრაქტიკულად უარს ამბობს ბავშვი თუნდაც სხვა აქტივობებში, რომელიც არის სოციალური აქტივობები ჩართვა. გარკვეული სომატური და ფიზიკური ჯანმრთელობის ზიანი, როგორც არის ადინამია, უპირველესი პრობლემა და დამერწმუნეთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ჭარბიწონა, სიმსუქნე რა, ობეზიტი, ხო? სიმსუქნეთ ითარგმნება და ესეც არ არის არაპოლიტკორექტული, სიმსუქნე ტერმინი არის ჩვეულებრივი სამედიცინო და მდგომარეობა არის, რომელიც მნიშვნელოვნად ასოცირდება ინტერნეტ დამოკიდებულებასთან და დღეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ადინამია, იმიტომ რომ დიდი დროის გატარების შემთხვევაში არ ხდება მოძრაობა, ასე ვთქვათ, ირღვევა ჭამის რეჟიმი, ირღვევა აძილის რეჟიმი და უმნიშვნელოვანესი პრობლემები ბავშვებს ეწყება ძვალსახსროვან სისტემასთან, ხო, ხშირი სახსრების ტკივილები და ხშირი, ასე ვთქვათ, აი კუნთთა ტონუსის მოდუნებასთან ასოცირებული პრობლემები. რისკის სახიფათო შინაარსის და კონტენტის ზემოქმედების. რა თქმა უნდა, აი ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელი მშობლის, მე თუ მკითხავთ და ყველა იმ ადამიანის, ვინც ბავშვის ცხოვრებაში არის ჩართული, ხომ? ასაკის შეუსაბამო შინაარსი, ონლაინ, ასე ვთქვათ, დამნაშავეები, ონლაინ
ონლაინ აფერისტებისგან, ასე ვთქვათ, გარკვეული ზიანის მიყენება, დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაციები. კიბერბულინგი და თანატოლების ზეწოლა. პრაქტიკულად აი რაზეც ისაუბრა, თემომ რა პრობლემაც დაუშვათ დადგა თქვენს წინაშე და დამერწმუნეთ თქვენ გამონაკლისი არ ხართ, ეს პრობლემა დგას აბსოლუტურად ყველა გამოწვევა, მოდი ესე ვიტყვი, თითქმის ყველა მოზარდის და მშობლის წინაშე, რაც არის როგორ გავაკონტროლოთ და როგორ უნდა უზრუნველყოთ, რომ ბავშვი არ იყოს დაუშვათ აი ამ მავნე კონტენტის ზემოქმედების ქვეშ და მეტიც, რომ აი ეს კიბერბულინგისგან დაიცვას, ასე ვთქვათ, თავი, ან თვითონ არ გახდეს ამისი მონაწილე, ხო? და კიდევ ერთხელ ამაზე შეიძლება რამოდენიმე რეკომენდაცია მოგცეთ და აი ამ მშობლების რეკომენდაციაში იქნება, რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებული, მაგრამ აქვე აი გამოვიყენებ და კიდევ ხშირადაც გავიმეორებ, რომ ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, ეს არის ბავშვთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ნდობით და ურთიერთგაგებით ახსავსე ურთიერთობის ჩამოყალიბება და საკუთრივ ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების გაძლიერებაზე ხელშეწყობა, რომ ის ჩამოყალიბდეს ჯანსაღი და მყარი პიროვნება. მესმის, რომ ეს ძალიან ზოგადად ჟღერს, მაგრამ დამერწმუნეთ, აი კონკრეტულ ასპექტს ატარებს ძალიან მნიშვნელოვნად. თუ ბავშვი არ ჩამოყალიბდა სტაბილური და მყარი ფსიქიკით, ემოციური სფეროთი, ინტელექტუალური და აზროვნებითი სფეროთი, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ გარე ფაქტორების, ასე ვთქვათ, შეცვლით, რომ აი რისკი შევამციროთ აი ამ კიბერბულინგის ან მავნე ზემოქმედების. ერთადერთი გამოსავალი არის შინაგანი სიმყარის გაძლიერება, შინაგანი ფსიქიკური პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა და ამიტომ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ამას ენიჭება. რაც არ უნდა ჩვენ სტერილურ გარემოში ვამყოფოთ ბავშვი, ეს გაცილებით მეტად ხელს შეუწყობს მის ინფანტილიზაციას, მისი პიროვნების განვითარებას დროში გაახანგრძლივებს, შეამცირებს და შესაბამისად აუცილებლად გამოიწვევს ეს ადრე თუ გვიან რაღაცა გარკვეულ პრობლემებს. და მეტიც არ გიგონოთ, რომ ზრდასრულ ასაკში არ იქნება ეს პრობლემები, არაერთი ზრდასრული ასაკის ადამიანი მყავს, და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ მათი ემოციური მდგომარეობა და აზროვნებითი მდგომარეობა არის ინფანტილური, ანუ მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ბრჭყალებში დაცვა და საკუთარი მყარი ხედვების, საკუთარ თავზე მყარი ხედვის შენარჩუნება და პატარა დაუშვათ ნიავის დაბერვაზეც კი და პატარა გამოწვევის წინაშე დაყენების შემთხვევაში იშლება, ასე ვთქვათ, აი ეს პიროვნული, ემოციური და აზროვნებითი სიმყარე და ყალიბდება შემდგომში მარტივ მსხვერპლად იქცევა, ასე ვთქვათ, ადამიანი ნებისმიერი ტიპის ზეწოლის, ასე ვთქვათ, და იმის ზალადობის, ხო? არაჯანსაღი სტანდარტების და აი ამ სტერეოტიპული დამოკიდებულებების ქვეშ მოქცევა, ონლაინ ზალადობა და აი უსაფრთხოება და საკუთარი სივრცის და პერსონალური ინფორმაციის დაცვის საჭიროება. ხვდებით, ეს ცოტა ახალი ხილია, მე ვფიქრობ, ქართული რეალობისთვის, არ ვიცი, ზოგადად ესეა, ხო? მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვაწყდებით და ჩემს პრაქტიკაშიც მე მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვს გაუზიარებია, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაცია ოჯახზე და საკუთარ თავზე, რომელიც შემდგომში გამოყენებულ იქნა და მეტიც ფინანსური ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი მიდგომია ოჯახს, იმიტომ რომ მოხვედრილა ბავშვი აი ამ ეგრეთ წოდებულ სქემებში, როდესაც პრაქტიკულად გამოძვალ-ძალვა ხდება ინფორმაციის ან შემდგომში უკვე ფინანსური გარკვეული ზიანი ადგება ოჯახს, ხო?
ასევე ცნობილია პრობლემური ეკრან დამოკიდებულების ან უფრო ინტერნეტ დამოკიდებულების აშლობის სახელით, ანუ ეკრან დამოკიდებულება, ხომ? და ხასიათდება არაჯანსაღი დამოკიდებულებით გაჯეტებზე, მათი კომპულსიური, რომელიც უფრო აკვიატებულ გამოყენებას ნიშნავს, გამოყენებით, რომელიც იწვევს ყოველდღიურ და აკადემიური, ასევე სოციალური ცხოვრების დისფუნქციას. პრაქტიკულად ახალი გადასინჯვით ფსიქიატრიის სახელმძღვანელოში, ასე ვთქვათ, იმ სახელმძღვანელოში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხელმძღვანელობ და მოგეთხოვება დიაგნოსტირების პროცესისათვის, ინტერნეტის პათოლოგიური, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და დამოკიდებულების აშლილობა ნამდვილად შევიდა დამოუკიდებელ ნოზოლოგიად, ხო? ანუ პრაქტიკულად ეს აშლილობის მდგომარეობა არის. გამომდინარე აქედან, რადგან ჩვენ ვისაუბრებთ აშლილობის მდგომარეობაზე, არ არსებობს არანაირი ფსიქიკური აშლილობა, თუ ის არ ქმნის გარკვეულ დისფუნქციას. ცალკეული სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს, რომ არის აშლილობის მდგომარეობა, ხომ? ანუ უგუნებოდ დაუშვათ მოწყენილად ცევდიანად უიმედოდ შეიძლება ხშირად ვიყოთ, ხო, ადამიანები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დეპრესიული აშლილობა. გარკვეული დეპრესიული სიმპტომები შეიძლება უამრავ ადამიანს ჰქონდეს, მათ შორის გახანგრძლივებულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს დეპრესიული აშლილობის არსებობას. დეპრესიული აშლილობის არსებობა, როგორც ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის არსებობა, ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული სიმპტომო კომპლექსი და ეს აუცილებლად უნდა ადამიანს უქმნიდეს გარკვეულ დისფუნქციას მის ყოველდღიურ, ან პროფესიულ, ან აკადემიურ საქმიანობაში, ან სოციალურ ინტერაქციაში. ეკრან დამოკიდებულების ნიშნები ბავშვებში, ეს არის კონტროლის დაკარგვა, ნიშნავს, რომ ცდილობს, მე მყოლია ბავშვებს, ცდილობს, რომ დაუშვათ გაეშვას 1 საათის მერე უნდა და აქვს სურვილი, რომ გადადოს ეს გაჯეტი, მაგრამ ვერ ახერხებს, კონტროლს ვერ ახერხებს. იცახის, რომ არ შემიძლია ამაზე მე კონტროლის გაწევა, იმიტომ რომ დადებს დაუშვათ აი ამ კონტროლს, მაგრამ მოცული არის ეკრანით. ანუ შეიძლება ფიზიკურად მას არ უჭირავს ეკრანი ან არ თამაშობს, მაგრამ მისი ფიქრები მუდმივად არის აი ამ თამაშზე, ან ამ დაუშვათ სოციალურ მედიაზე და ან ვიდეოზე, ან ასე შემდეგ, ხო? ემოციური განმხრუჭება ნიშნავს ემოციური რისხვის აფეთქების, ხო? ბრაზის აფეთქების, გარკვეული ტანტრუმის არსებობას და ეკრან დამოკიდებულების შემთხვევაში ეს ძალიან ხშირი სიმპტომია და ხშირი გამოხატულებაა. გაღიზიანებულია ბავშვი, ხშირად ჩხუბობს ბავშვი, ხო? ისეთ შეთავაზებაზე ძალიან ისეთ პრაქტიკულ, მისთვის ხშირ შემთხვევაში საინტერესო და სასურველ შეთავაზებებზე ახლა იძლევა ძალიან მკაცრ და ისეთ ემოციურ პასუხს, ხო? სისტემატიური უპასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ის საპასუხისმგებლო და უშუალოდ აქტივობები, საპასუხისმგებლო საკითხები, რომელიც მას ევალებოდა, ხო, როგორ დაწყებული, გაკვეთილი და აკადემიური პროცესის მიმართ დამთავრებული სპორტი იქნება თუ ნებისმიერ ოჯახური საქმიანობის შემთხვევაში სისტემატიურად ფეილდება, ანუ სისტემატიურად უპასუხისმგებლო, ასე ვთქვათ, ქცევას ვერ იცავს, ხო, ვერ იცავს აი ამ პასუხისმგებლობებს. სხვა ინტერესთან მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ მოცული არის მხოლოდ აი ამ საკითხით, ხო? ნებისმიერი სხვა თემის მიმართ, ეს იქნება ადამიანებთან ურთიერთობა თუ სხვა აქტივობები, ინტერესი არის უკიდურესად შეზღუდული და დაქვეითებული. ძილის სირთულეები და ფიზიკური სირთულეები უკვე ახსენე და ეს ძალიან ხშირად დგას ხოლმე, ხშირად ბავშვებს რო კითხოთ, რომ თავის ტკივილი თუ მგაქვთ, ხომ ისინი აუცილებლად გეტყვიან, რომ კი, აი რაღაცა დაძაბულობას გრძნობ თავის არეში. მათ შორის თვალების, ხო, თვალის სიმშრალე ხშირი პრობლემა არის ბავშვთა ასაკში და დამეთანხმებიან ჩემი კოლეგა ოფთალმოლოგები. რა რეკომენდაციები შეიძლება მოგცეთ და აი ჩავყვები ამ რეკომენდაციებს და მე უკვე გადავალ დისკუსიის საკითხზე, იმიტომ რომ ვფიქრობ გექნებათ თქვენს გარკვეული კითხვები, ხო? ნათელი და გასაგები წესები და შეზღუდვები. ხომ ერთი შეხედვით ეს არის ძალიან გასაგები, მაგრამ აქ თითოეულ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ
ნათელი და გასაგები უნდა იყოს. ძალიან ხშირად, მეგობრებო, ძალიან ხშირად, აი ვერც კი წარმოგიდგენიათ, ალბათ 10-დან 8 შემთხვევაში, როდესაც მე ბავშვს ვეუბნები, არის თუ არა შენთვის ნათელი ის წესი, ან გაქვს თუ არა რაიმე წესი სახლში, ძალიან უჭირს ამ წესის ჩამოყალიბება ჩემთან. ძალიან უჭირს. ეს იმას კი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ დავუშვათ მშობელი ვერ უხსნის კარგად. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ მისთვის გასაგებად შეიძლება ვერ უხსნის მშობელი, ხვდებით? შეიძლება ჩვენთვის ეს ძალიან გასაგებია ზრდასრულისთვის, ხო? და რა უნდა ამას, მაგრამ ინდივიდუალურად ბავშვისთვის შეიძლება ეს წესი და შეზღუდვა გასაგები არ იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ამას ძალიან დიდი დროის დახარჯვა და ამოცნობაც სჭირდება. ამოცნობა რომ გაიგო თუ არა, ხვდებით, მხოლოდ მიწოდება წესის კი არა, არამედ უკავშირის მიღებაც რომ აბა რა გაიგე, რა არის ეს წესი, ან რა არის ეს დაუშვათ შეზღუდვა, ხომ? ამიტომ ხშირ შემთხვევაში ეს ნათელი და გასაგები რომ იყოს, უნდა იმ ფორმით იყოს მიწოდებული, როგორც თქვენ შვილებს ესმით, ხო? თქვენ და ნებისმიერ მშობელ ძალიან კარგად იცნობს თავის შვილს და თუ არ იცნობს, ზუსტად ამას რეკომენდაციას ვაძლევთ მშობელს, რომ ჩართე ამ პროცესში, ხო? ანუ ჩართე ბავშვი, რომ თუნდაც ვიზუალური ნაწილით, აი ეს წესი, ან ის შეზღუდვა, რომელიც დააწესე, თვითონვეც შემოგთავაზოს, თავისი შემოთავაზებულიც იყოს, ხო? მერე თქვენ შეიძლება რაღაცა შემატოთ, გააკეთილშობილოთ, მაგრამ სად ის რომ მე რაღაცა ჩემით იქნება შემოთავაზებული, სად ის რომ ხისტად დაუშვათ, შეიძლება ძალიან სწორედ, მაგრამ მეტყვიან რომ 1 საათი უნდა გამოიყენო გაჯეტი და მორჩა. ხო? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ წესი და შეზღუდვა, რა თქმა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს იყოს ნათელი და გასაგები. ეკრანის დრო, გამოყენების გეგმა დაუშვათ, ხო? ანუ ერთია რომ მივცემთ 1 საათს, მაგრამ მეორეა რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტ სტრუქტურას საჭიროებდეს აი ეს დრო, ანუ გადანაწილებას დაუშვათ, რა აქტივობის შემდგომში არ იყოს ხისტი, იყოს მოქნილი. დაუშვათ, აი ეს წესიც და შეზღუდვაც, ხო? ხისტი თუ იქნება, ამაზე აუცილებლად დაგიბრუნდებათ ძალიან ხისტი პასუხი და ხისტი დარღვევა, ხო? ეს უნდა იყოს მოქნილი და მორგებული მაქსიმალურად. ანუ რაღაც ისეთსაც უნდა შეიცავდეს, რაც თქვენი შვილისთვის იქნება გარკვეულწილად საინტერესო ან ინტერესის მომცემი, ხო? ანუ მიბმული უნდა იყოს რაღაც ისეთ აქტივობაზე დაუშვათ, რომელიც მნიშვნელოვანი არის თქვენი შვილისთვის, ან დაუშვათ სახალისო არის ბავშვისთვის და ეს აი ამ გამოყენების დროის გეგმა, მეტიც დამერწმუნეთ, რომ ბავშვებს აქვთ მოთხოვნილება, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა წესრიგში იყვნენ. სინამდვილეში თუ გარედან აი ამ გარკვეულ წესრიგს არ შევთავაზებთ, ისინი ძალიან დიდ შფოთვაში ვარდებიან, იმიტომ რომ მათ წინაშე დგება გამოწვევა, რომ მე უნდა თვითონ ორგანიზდე, ანუ მე უნდა დავაწესო აი ეს წესები და აი ამის წინაშე ძალიან დიდ შფოთვას გრძნობენ და მე არაერთხელ მსმენია დაუშვათ ბავშვისგან მოთხოვნა, რომ აი შეგიძლიათ რომ რამე ისეთ დაწესებული, აი სარეაბილიტაციო ცენტრში გამიშვით რა, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამაწვინეთ თუ შეიძლება და ნუ ამაზე ხა წარმოგიდგენიათ ხა მშობლის რეაქცია როგორი არის და ეს ხდება ისეთ დაუშვათ ოჯახებში, სადაც აი ეს ნათელი ან გარკვეული ისეთი სისტემატიურად დაცული წესრიგი არ არის, ხო? ესეთ შემთხვევაში ძალიან დიდ შფოთვას გრძნობს ბავშვი. ხვდებით, გაურკვევლობას გრძნობს და გაცილებით მეტ ზეწოლას საკუთარ თავზე და წარმოიდგინეთ, ისეთ ადგილზე წასვლაზეც კი თანახმაა, სადაც არის მაქსიმალური რას ნიშნავს დაუშვათ ბავშვისთვის ფსიქიატრული საავადმყოფო, ხო? აბსოლუტურად გაწერილი და რაღაცა ისეთი სტრუქტურული გარემო, მას არ მოუწევს არაფრის დაცვა, ხვდებით და არაფრის დაუშვათ თავისთავად ჩამოყალიბება. ამიტომ გარკვეული წესრიგი გარემოდან უნდა აუცილებლად იყოს შეთავაზებული, ხო? თუმცა ხაზგასმით, არა ხისტი, არა გაუგებარი, არა რაღაც დასჯით დაუშვათ ანუ დასჯაზე აგებული, არამედ მოქნილი და კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე დაუშვათ მორგებული.
სხვა აქტივობების წახალისება, ფიზიკური აქტივობები, ოფლაინ, ანუ გარე თამაშების წახალისება, რაღაც კრეატიული ჰობი, ეს იქნება რაიმე ხელოვნებასთან ახლოს მდგომი თუ სხვა და ოჯახური დრო და სოციალური ინტერაქცია, რაც ნიშნავს, რომ წახალისება უბრალოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ წამოდი შეგიყვან ხატვაზე დაუშვათ. ან მოდი, ჩადი ეზოში და ითამაშე, ჩადი ეზოში და ითამაშე რა ბავშვებთან ერთად. მიხვდით, ეს არ არის წახალისება, ეს აღიქმება ბავშვისთვის დავალებად. დავალებად, რომელიც შეიძლება მან ვერ შეასრულოს და ჰქონდეს განცდა, რომ აი კიდევ ერთხელ გავაცრუე იმედი, კიდევ ერთხელ რაღაცა დავალება არ შევასრულე. წახალისება ნიშნავს, რომ რაღაცა აქტივობის კიდევ ერთხელ მასთან ერთად, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც მასთან ერთად გაკეთება, ან რამოდენიმე ჯგუფის შეკრა, რომელთან ერთადაც დაუშვათ გააკეთებს და არ მიეცემა აი ამ შეთავაზებებს რაღაცა დავალებების, ასე ვთქვათ, ფორმა, არამედ პირიქით ჯერ მოусმენთ, აი რა გირჩევნია, ხო, იმიტომ რომ არიან ბავშვები, როგორც გითხარით, რომელიც ძალიან ინტერესში არიან რაღაცა ტექნიკური, ციფრული სფეროს მიმართ, არიან ბავშვები ინტერესში. კიდევ ერთხელ, ყველა ბავშვი, რომელიც ეკრანზე თამაშობს ან დამოკიდებული არის, ან იყენებს гаджеტს, არ ნიშნავს, რომ ის ყველა ბავშვი ციფრულ დაუშვათ ტექნოლოგიასთან არის ძალიან ახლოს. აბსოლუტურად არ ნიშნავს. იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ეკრანზე, რას უყურებს. შეიძლება ინტერესდება აბსოლუტურად რაღაცა ისეთი კრეატიული კონტენტით, ხო? ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ესეთ ბავშვს ზოგადად ცოცხალ ოფლაინ გარემოში შეთავაზებულ და წახალისდეს რაიმე კრეატიული აქტივობით, ხო? თუმცა არა დავალების სახით, რომ მოდი შეგიყვან, ასე ვთქვათ, რაღაცა წრეზე, რაღაცა. ამდე მოდი მე და შენ გავაკეთებთ რაღაცას. ყოველ შემთხვევაში პირველ ან სხვა ადამიანებს მოიშველებთ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ ამ პროცესში და უნდა ჩართოთ სხვადასხვა ადამიანები. ესეც არის ერთ-ერთი პრობლემა დღევანდელ სიტუაციაში, თუმცა ერთი რამაც ცხადია, რომ თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ოჯახური დრო და სოციალური ინტერაქცია ნიშნავს, ოჯახური დრო ნიშნავს, რომ ერთად გაატაროთ ხო სრულმა ოჯახმა დრო და ეს დრო იყოს არა უბრალოდ ერთ სივრცეში ყოფნა, არამედ ინტერაქცია, აუცილებლად ინტერაქცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მშობელიც განიცდის აი ამ პრობლემას, რომ მას დაუშვათ საქმე აქვს, სახლში მოდის, სახლში საქმე მოაქვს, მუდმივად თავად ვისაუბრებთ ამაზე, თავად არის ეკრანზე დამოკიდებული და მიჯაჭული, ასე ვთქვათ, ეკრანზე ერთ სივრცეში ზის ბავშვთან ერთად, მაგრამ ეს არ არის მასთან გატარებული დრო, ხო? ციფრული დეტოქს სტრატეგიები ძალიან სასარგებლო სტრატეგიები არის, შეიძლება იცნობთ კიდევაც და არაფერს სიახლეს არ ვამბობ, ეს არის ეკრანგარეშე ზონების დაუშვათ ციფრული ტექნოლოგიის და ტექნიკის გარეშე საათების და აი ამ წახალისების სისტემის შეთავაზება, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად შეიძლება შეთანხმდეთ, რომ საძინებელში ჩვენ არ გვაქვს არანაირი ტექნიკა, ხომ? რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ მას გამოართვათ და დაუშვათ სხვა ადამიანებს ჰქონდეთ. არამედ ნიშნავს, რომ ეს ზონა არის ამის გარეშე, ხო? მაგალითად სასადილო მაგიდა არის ტელეფონის გარეშე ზონა, ხო? და ამას ვითვალისწინებთ აბსოლუტურად ყველა. ხო, შესაბამისად, წახალისების სისტემას რო ავაწყობთ, წახალისების სისტემა არ გეგონოთ ესეა, რომ თუ ტელეფონს დადებ, დავუშვათ მე შენ რაღაცა იმას გიყიდი, შოკოლადს გიყიდი. არა, ეს არ არის, ეს არის მოსყიდვა, ხო? წახალისება არის აი ამას მოყვება ეს. დავუშვათ, თუ კი ამას გავაკეთებთ, ვითამაშებთ ერთად, ერთობლივ სამაგიდო თამაშს, სამაგიდო თამაშის შემდეგ არის ერთობლივი გასეირნება რაღაც მაღაზიაში ან ესე ცენტრში, ხვდებით? ანუ ეს არ არის მისი მოსყიდვა, არამედ არის ახალი დასწავლითი ქცევის შემუშავება, რომ აი ამ აქტივობას, ან მსგავს ესეთ აქტივობებს მოჰყვება, ასე ვთქვათ, სასიამოვნო ბავშვისთვის რამ. ჯანსაღი ციფრული ჩვევების ჩამოყალიბება, ეს არის ეკრანის შემეცნებითი გამოყენება, შესვენებები ეკრანის გამოყენების შორს და ასწავლეთ თვითრეგულაცია, ხო? ნუ ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით თქვენს უნდა გარკვეულწილად წაახალისოთ, რომ უია ის რა კარგი რამეა და შეიძლება რამოდენიმეჯერ მასთან ერთად, ასე ვთქვათ, აი ამ შემეცნებით დავუშვათ შინაარსს ან კონტენტს ან ვიდეოს ან აპლიკაციას თქვენს
ჩაერთოთ, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესში. და იყავით მაგალითი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა რეკომენდაციაში, სადაც არ უნდა მოძებნოთ, პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ იყოთ იმ ქცევის მაგალითი, რასაც თქვენს შვილს ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ეკრან დამოკიდებულებასთან, მაგრამ ამ კონტექსტში საუბრობთ. ამიტომ აუცილებელია რომ აკონტროლოთ თქვენ როგორ იქცევით. მარტო თქვენზე არ არის საუბარი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც ბავშვებთან ატარებს დიდ დროს, ხომ? ეს იქნება მზრუნველი, ეს იქნება ბებია, ბაბუა თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აკონტროლოთ ეს, იმიტომ რომ ხანდახან თქვენი ყურადღების თქვენი screen time-ით შეამოწმოთ ხოლმე საღამოს და ესეც გეტყვით დაუშვათ არის თუ არა ეს პრობლემა. თუ თქვენთან არის პრობლემა, მოდი ამითი დავიწყოთ მოგვარებით, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან გაგიჭირდებათ ეს. მონიტორინგი და ღია კომუნიკაცია, გულახდილი საუბრები, იცით, ურთიერთობა კიდევ ერთხელ და ეს ზედამხედველობა თუ მეთვალყურეობა, რომელიც მნიშვნელოვნად აღნიშნეს ნდობით ახსავსე ურთიერთობის გარეშე, პატივისცემით განსჭვალული ურთიერთობის გარეშე არ ხდება. ამიტომ ძალიან წინააღმდეგი ვარ კატეგორიულად ჩვენი კოლეგები ვეწინააღმდეგებით, ასე ვთქვათ, ბავშვის დაუკითხავად რაღაცის შემოწმებას, ბავშვის დაუკითხავად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ასაკს. თუნდაც მისი პირადი სივრცის უხეში დარღვევა. ესეთ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად ნორმალიზებას უკეთებთ და სწორედ აი შემდგომში იმ რისკს, რომ სხვა ადამიანმაც ასე თავისუფლად დაარღვიოს მისი პირადი სივრცეც პრაქტიკულად ხელს უწყობთ, ხომ? ეს ნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკონტროლოთ ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ გავითვალისწინოთ და გავაფრთხილოთ ბავშვი, გავაფრთხილოთ იმაზე, რასაც წინასწარ ჩვენ გავაკეთებთ და მათ შორის გქონდეს იმისი ნდობა, რომ ადამიანი ჩვენი შვილი შეასრულებს, ასე ვთქვათ, აი ამ პირობას და მათ შორის ღია ვიყოთ, გულახდილი ნიშნავს, რომ ღია ვიყოთ ჩვენი ემოციური მდგომარეობის გაზიარებაში, ხო? იმიტომ რომ მშობლებს ძალიან ხშირად აქვთ ეს და ვაწყდები იმას, რომ თითქოს მათ სევდას, ბრას ან განაწყენებას ხანდახან ისეთი განერვიულებული მოდის ხოლმე მშობელი და ცალკე რო დაუშვათ ვესაუბრები მიწევს ძალიან დიდი დროის დათმობა მათ ემოციების რეგულაციაზე და ბავშვთან ერთად რო შემოდის თითქოს ახდენს სრულ შეკავებას აი ამ ემოციების, რადგან მიაჩნია, ასე ვთქვათ, რომ ესე უკეთესი იქნება მათი შვილისთვის. ეს სინამდვილეში ესე არ არის და ამიტომ გულახდილ ურთიერთობაში და კომუნიკაციაში სწორედ ამასაც გულისხმობ, რომ თუ თქვენ რაღაცით დასევდიანდით ან აღელდით, ხომ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენმა შვილმა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამით არ დააზღვევთ, ასე ვთქვათ. ის რომ მათ შორის სკოლაშიც, ხომ, ის რომ ნაუშვათ მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ბრაზის გამოხატვა უნდა იყოს ადეკვატური, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ბრაზის არ გამოხატვა და ბრაზის ემოციის არ განცდა, ხომ, ეს დამიჯერეთ არის ძალიან დიდი პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს აი ამ ფსიქიკური და ემოციური ინფანტილიზმის და პიროვნების, არამყარი პიროვნების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, არ იციან ბავშვებმა რას ნიშნავს დაუშვათ ბრაზი და პირველ შემთხვევაში დაუშვათ, თუნდაც მე მინახავს შემთხვევები, როდესაც პირველად სკოლაში გაიგო ბავშვმა ბრაზის შესახებ და იყო გაოგნებული, ასე ვთქვათ და მეტიც შემდგომში აი ამ ბრაზის ემოციით დაბრუნებული, რომ მასკენ იყო მიმართული დაუშვათ აი ეს ბრაზი, იყო აღშფოთებული და წახალისებული იქნა შემდგომში მშობლისგან, რომ ეს ძალიან კატასტროფა არ შეიძლება, რომ დაუშვათ მასწავლებელმა ბრაზი გამოხატოს შენს მიმართ. ეს არ არის სწორი სტრატეგია, დამიჯერეთ. სწორი სტრატეგია არის, რომ ნებისმიერ გარემოსთან ადაპტაციაში შეუწყოთ ბავშვს ხელი და არა ის, რომ უზრუნველყოთ და ხელი შეუწყოთ რაღაც სტერილური გარემოებების მოძებნას, იმიტომ რომ შემდგომში ბავშვი აუცილებლად დაიწყებს ესეთი სტერილური გარემოს მოძებნას, რომელიც არ არსებობს სამყაროში და ის აუცილებლად დადგება აი ამ პრობლემის წინაშე, ხო? ისევე როგორც მანაც უნდა განიცადოს რიგ შემთხვევებში ბრაზი და ესეც ნორმალური არის.
მონიტორინგი და ღია კომუნიკაცია და სპეციალისტის ჩართვა, ხო? მე საბედნიეროდ ხედავ აი ამ ცნობიერების ამაღლების შედეგს დაუშვათ და დღეს გასულ წლებთან შედარებით, დაუშვათ განსაკუთრებით 10 წლის წინანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, გაცილებით უფრო ნაკლები სტიგმა არის ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ. თუმცა შორს ვართ ძალიან იმ პრობლემის აღმოფხვამდე, რაც არის ის, რომ დაგვიანებული იდენტიფიკაცია ხდება პრობლემის და რა თქმა უნდა დაგვიანებული მიმართვა ხდება სპეციალისტთან. თუ კი ნახავთ, რომ რაღაცას ვერ უმკლავდებით, ხომ, არ არის ეს არც სირცხვილი, არ არის ეს არც რაიმე ცუდი მშობლობის განმსაზღვრელი, ძალიან გთხოვთ, მოიშველიეთ სპეციალისტი. სპეციალისტთან მისვლა არ ნიშნავს, რომ მოდი პირდაპირ ბავშვი მივეყანოთ ფსიქიატრთან. თუმცა ამის პრობლემაც არ არის დამერწმუნე. სპეციალისტთან მიმართვა ნიშნავს, რომ შეიძლება თქვენ გაიაროთ ფსიქოკონსულტირება, ხო, სპეციალისტთან, რომ არიცით რაღაცა, ყველაფერი ვერ გვეცოდინება, ხო, რაღაცაში ვერ ვართ გარკვეული, ან არ გვაქვს დრო, რომ ახლა დავждეთ და სიღრმისეულად შევისწავლოთ, ხო, ეს საკითხები. არსებობს საბედნიეროდ სხვადასხვა მრავალფეროვანი არასაკმარისია, მაგრამ რაც არის, მოდი ის გამოვიყენოთ, სერვისები, რომელიც გთავაზობენ ამას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან ჯერ თქვენ მშობლებს, მასწავლებლებს მათ შორის, ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ განსაკუთრებით სკოლებთან და ეს ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა და სიამოვნებით ვთანხმდები ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ მქონდეს ეს კომუნიკაცია, რომ საკუთრივ მასწავლებელსაც დაუშვათ, თუ კი რაიმე საჭიროება აქვს ბავშვს, ხომ, არ მოერიდოს, რომ მშობელს უთხრას, რომ იქნებ სპეციალისტს მიმართოს და არც დაუშვათ მშობელს მოერიდოს, რომ იქნებ გარკვეულწილად სპეციალისტის შართოთ. ერთი არის სკოლაში მომუშავე ჩვენი დაუშვათ კოლეგები და მეორე არის ის ადამიანები, რომლებიც უკვე სპეციფიურ პრობლემებზე, ასე ვთქვათ, მუშაობენ და საჭირო არის მათი გამოყენება, ასე ვთქვათ. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ინტერნეტი არის უმაღლესად ღირებული, თუმცა მოითხოვს დაბალანსებას და თუ კი გვინდა მისი ასე ვთქვათ ღირებულების შეგრძნობა უნდა დავაბალანსოთ. მშობლები და მასწავლებლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პასუხისგებლიანი გამოყენების წარმართვაში. ნუ დავაკისრებთ პასუხისგებლობას ჩვენს და მათ შორის მხოლოდ ბავშვებს. კონტროლი არ უნდა იყოს ღირსების და ავტონომიურობის შემლახავი, რომ მე როცა მინდა, მაშინ მე მშობელი ვარ და როცა მინდა, მაშინ მე იქნება თომა შენს ტელეფონთან და მეტიც კატეგორიულად არ მესმის აი ეს რო უსმენენ, აი ალბათ იცით ეს მე ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ჩემი მელი კოლეგა იზიარებს ამ აზრს, მაგრამ აი ეს ამას განკოლი პარანოიდული დამოკიდებულება, რომ სადაც არ ყველგან უნდა გავკონტროლობდები და ხანდახან მე მოხდი ამ სივრცეში, რომ უბრალოდ ბავშვის გავუკითხავად, მშობელმა ჩართო ხმამაღლა ეს და ისმოდა, ასე ვთქვათ, ბავშვი და ესმოდა არა მხოლოდ მშობელს, არამედ იქ გარშემო ადამიანებს. და ეს დამესვენეთ ძალიან დიდი პრობლემა არის, ხო? მიმღებლობა და გაგება საფუძველია ჯანსაღი კომუნიკაციისთვის, არ გამოდის ხო რაღაცა, ანუ ვერ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, ხო? რაღაცებს ვერ შეძლებს ბავშვი და უნდა მიმღები ვიყოთ, ისე როგორც ჩვენ ვერ შევგინოთ რაღაცებს. იყავით მაგალითი და დროულად გმართეთ სპეციალისტს. ძალიან დიდი მადლობა და ლელით ეს შეკითხებს.